საქართველოს პრეზიდენტი ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზაციის საიუბილეო გალა მიღებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს 20 წლის იუბილე მიულოცა. ფონდის ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსიც ესწრებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოღვაწეობას ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. ეს როდესაც შევხვდი ბატონ სოროს მე გავიხსენე რომ ეს არის მეორე ჩვენი შეხვედრა. პირველი შეხვედრის დროს მე პრაგაში სიუს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კიბერზე აურბოდის ზევით და ბატონი ჯორჯი ერნუს გერნელთან ერთად ჩამოდიოდა ამ კიბერზე. ის იყო ამ მომენტში იმ ინსტიტუტის დამფუძნებელი, რომელშიც მე ვსწავლობდი. იმის მერე გავიდა 20 წელი და მე დღეს შემიძლია ნამდვილად დიდი მადლობა უთხრა სოროსის ფონდს იმისთვის, რაც ამ ფონდმა გაუკეთა საქართველოს. დღეს ჩემს სამუშაოში, ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში სოროსის ფონდის ალუმნები, არის ხალხი, ვის დაკავშირებული იყო თავის პროექტებით ამ ფონდთან, ძალიან მნიშვნელოვან თუ არა გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ამ ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამოცანები აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოდით ვიზიემოთ, რასაც უკვე მივაღწიეთ და დაველოდოთ მომავალ სინანულის გარეშე. საქართველოში მართლაც ღია საზოგადოების არსებობა ვიზიემოთ და არა ცალკეული ნაწილისთვის იყოს ეს სიკეთე ხელმისაწვდომი. I just want to say thank you. მინდა მადლობა გადაუხადოთ ჯორჯ სოროს ყველაფრისთვის, რაც მან საქართველოს მოუტანა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველა მას ერთად უნდა უთხრათ. Soros. Gaumar. George.